სასკოლო თეატრალური ფესტივალი Art Schola 2025-ის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით იმართება. ფესტივალში მონაწილეობს საჯარო და კერძო სკოლები, ასევე დამოუკიდებელი ახალგაზრდული დასები. ფესტივალისთვის სპეციალურად უნდა დაიწეროს პიესა, წლევანდელი თემა კი სიყვარულია. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ სასკოლო თეატრალური ფესტივალ Art Schola-ის ავტორი და ორგანიზატორი სოფიო კალანდაძე და მსახიობის ჟიურის წევრი ნელი ბადალაშვილი. მოგესალმებით. დილოშიდობისა, დიდი მადლობა ჩვენთან მოგბრძანებისთვის. პირველ რიგში რომ ვუთხრათ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ფესტივალის შესახებ, მოკლე ისტორია, როგორ მიმდინარეობდა წლების განმავლობაში და რა არის მისი მთავარი მიზანი. წელს მე-11-ად როგორც ვიცით. მე-11 სეზონი საზეიმოდ გავხსენით, როგორც აღნიშნეთ თქვენ, ოფიციალურად 24 მაისს სასკოლო თეატრალური ფესტივალი 2014 წლიდან არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ფესტივალმა მოიცვა რუსთავი, ბოლნისი და თბილისში ყოველწლიურად ხორციელდება. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სასკოლო თეატრალური ფესტივალი Art Schola ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობას, მათ შემოქმედებას და კულტურულად განვითარებაში უწყობს ხელს, რაც ზუსტად თეატრალური ხელოვნების მიმართულებით მიმდინარეობს. ამ წლების განმავლობაში უამრავი სკოლა იყო ჩართული, არის დღემდე, ეს საჯარო იქნება, კერძო თუ დამოუკიდებელი თეატრალური დასები. აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან სასიხარულო ამბავი, რომ თეატრალური დასების შემოერთება მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ნახეთ, რომ სასკოლო ცხოვრებაში აიწია თეატრალური ხელოვნების დაინტერესებამ, ხარისხმა და ამაზე ჩვენ შედეგები. უფროს კლასელები ალბათ ხო ძირითადად არიან ჩართულები? დიახ, მე-7-დან მე-12 კლასის კლასელებით. დიახ, ჩართულები არიან, რადგან ფესტივალის სპეციფიკა არის გამორჩეული. თქვენ ახსენეთ, რომ წელს სიყვარულის თემა შევთავაზეთ ჩვენს ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ეს აქტუალური თემაა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, რომ უფრო მეტად იგრძნობოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ფესტივალის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავად შექმნან პიესა ეწიუდი მოთხრობა ჩანახატი და ეს ხაზი ძალიან საინტერესოდ მოყვება ფესტივალს. მიზანი, როგორც გითხარით, არის ახალგაზრდების ჩართულობა და ამ ასაკში მოგეხსენებათ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ხელოვნებასთან კავშირი, მასთან ზიარება და ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს სასკოლო თეატრალური ფესტივალი. წლევანდელ ფესტივალზე რა იქნება სიახლე? 11 წელი არ არის ცოტა და ალბათ ყოველ წელს რაღაც იცვლებოდა, რაღაც სიახლე ემატებოდა. აი წლევანდელი ფესტივალი რითი იქნება გამორჩეული ქალბატონი ნელი? პირველ რიგში მეგობრებო, მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო სოფოს. არაერთხელ მithქვავს და არ შემიძლია რომ ეს არ აღვნიშნო. მე-11 სეზონია ფესტივალი არსებობს. იგი წლების წინ მას დაებადა ეს იდეა, იფიქრა, იმუშავა, იმოძრავა. მეგობრებო, არ არის მარტივი რომ იცოდეთ ამ ყველაფრის კეთება. და სოფო თვითონ არაჩვეულებრივ ქალაშს ზრდის დედა და მოკლედ ძალიან ყოჩაღი გოგოა და უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ადამიანო. რა არის იცით? ეხლა 7 რიცხვამდე ყოველ დღე სპექტაკლები გვექნება, 7-ში დავხურავთ ამ სეზონს ფესტივალი ზიურის პარკში გრანდიოზული დახურვა და მე გულის წყვეტა რომ აიმეს ჟიურის წევრები დამთავრდა ყველაფერი გულწრფელი ვარ მართლა გეუბნებით აი უკვე ვიწყებ ხოლმე ფიქრს როდის მოვა გაზაფხული როდის შევხვდები ბავშვებს იმიტომ რომ მე და ყველა ჟიურის წევრებს და სოფოს რა თქმა უნდა გვაინტერესებს რას ფიქრობენ ჩვენი ახალგაზრდები ჩვენი მომავალი თაობა რაზე ოცნებობენ რა უნდათ რას ტკივათ და აქვთ საშუალება რომ მათ გამოიტანონ ეს ამბავი თავისუფლად იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვი მოსწავლე წერს პიესას ზოგჯერ თვითონ დგავს სპექტაკლს ან მეგობარი დგავს ზოგჯერ პედაგოგი ეხმარება მაგრამ გამოდიან და თამამად საუბრობენ ამის შესახებ და კიდე რა არის იცით საინტერესო ძალიან ბევრმა ბავშვმა სხვათა შორის პროფესია აირჩია მსახიობი გახდა ჩააბარა თეატრალურზე შეიძლება არც თვითონ ამზადებენ თქვა დეკორაციას, კოსტიუმს, რეკვიზიტს, მაგრამ შეიძლება არც მხატვარი გახდეს, არც რეჟისორი, არც მსახიობი, მაგრამ აქ ამ ფესტივალთან ურთიერთობით ისინი სწავლობენ როგორ მოიქცნენ თეატრში. ეხებიან ამ საოცარ სამყაროს, რომელსაც თეატრი ქვია. აღარ ამბობენ დღეს რა თეატრია. იყო შემთხვევები, რომ გაწევდნენ ფარდაზე, იჭყიდებოდნენ მაყურებლისკენ ან კულისებიდან მსგავსი რაღაცები აღარ ხდება. პიესასა და სცენარის შორის განსხვავება იციან და ასე
ასე შემდეგ. აბა, რა თქმა უნდა და მოქცევა თეატრში, მოქცევა და თეატრის სიყვარული და რა არის კიდე უცნაური მე როგორც მსახიობი რას ხედავ და რატომ მიხარია ხოლმე ამ ბავშვებთან შეხვედრა. იმდენად მარტივად უბრალოდ და ორგანულად აი ესე თამაშობენ. მათ ხო არ იციან ეს ჩვენ პროფესია არა აქვთ ნასწავლი და შეუძლიათ ურთიერთობა და მოსმენა, რაც ძალიან რთულია პარტნიორს მოусმინო. შეიძლება მსახიობმა ისე დაამთავროს ცხოვრება სცენაზე რომ ვერ მოახერხოს უკაცრავად პარტნიორის მოსმენა და ესენი ძალიან მარტივად უბრალოდ თამაშობენ და არიან უსაყვარლესები. და ძალიან გულწრფელები ალბათ. ვინაიდან თქვენ ბრძანდებით ჟიურის წევრი და არიან სხვა წევრებიც, ხომ ჟიურის არის ჟიური, არის შეფასება. ეს გარკვეულწილად მაინც მღელვარებასთანაც იქნება დაკავშირებული, არა სოფიო? აი ფესტივალის ფორმატზეც რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვით, აი ჩვენ შესავალში ვთქვით რომ პიესა უნდა დაიწეროსო სპეციალურად ფესტივალისთვის. თქვათ ერთ პიესაზეა საუბარი, რამდენ პიესაზეა ეს რომ გითხრათ და როგორ წარიმართება, ანუ როგორ ეხლა უკვე მიმდინარეობს და როგორ მიმდინარეობს და რა ფორმატია, ვთქვათ, რისი შეფასება ხდება და რამდენად ეს მღელვარებასთან არის დაკავშირებული. როგორც აღნიშნეთ, ფესტივალი არ იწყება გაზაფხულზე, ეს მეტად უფრო ადრე იწყება, ანუ მოსამზადებელი პერიოდი. ჩვენ ვაცხადებთ ფესტივალს და ამ გამოცხადებაში ბუნებრივია არის ის, რომ პიესები მიიღება პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, წელს 17 თეატრალური დასია სრულად, თუმცა უფრო მეტია განაცხადი, მაგრამ რთულია შექმნა პიესა, მოარგო მერე თქვენ სასკოლოს ან საჯარო იქნება ეს თუ კერძო ან თეატრალურ დასებს, იმიტომ რომ რეჟისორი თუ სკოლა მაინც ირჩევს არსებულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ეს უფრო მარტივია მათთვის, იმიტომ პერსონაჟები ნაცნობია და ასე შემდეგ. ჟიურის წევრებისთვისაც უფრო მარტივია, თუმცა ამ ფესტივალის ხიბლი ზუსტად ეს არის, ჩვენ მსჯელობდეთ თუ ქალბატონმა ნელიმ სწორად აღნიშნა, რომ რაზე ფიქრობენ, რა არის მათი სატკივარი და თუ მაგალითად ჩვენს ბავშვობაში რაღაცა თემები იყო, რაზეც არ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე არის საუბარი, მაგალითად ერთ-ერთ სკოლას ჰქონდა ძალიან მძიმე თემა და მე ჟიურის წევრები მსჯელობდით ამაზე, თუმცა ყველამ მძიმედ ვიყავით, მაგრამ ეს ფესტივალი აძლევს ამის საშუალებას ახალგაზრდას, რომ თავისი სატკივარი ამ თემასთან დაკავშირებით მოიტანოს. პირველი, როგორც გითხარით, არის რეგისტრაცია, რეგისტრირდებიან, შემდეგ პიესებზე იწყებენ მუშაობას, აგზავნიან პიესას ჩვენთან და შემდეგ ოფიციალურად ვხსნით მარტში ფესტივალს, უკვე ვიცით ჩართულობის შესახებ და იწყებენ მუშაობას თეატრალური დასები უკვე თავიანთ სკოლაში, საჯარო იქნება თუ კერძო და ასევე დამოუკიდებელ თეატრალურ ამბავში. ამიტომ ეს მრავალფეროვნება მოსულია, თუმცა ის კრიტერიუმები, რითაც ჩვენ ვაფასებთ მას, ჯერ პირველ რიგში უნდა უთხრა ყველას, რომ კეთილგანწყობილი ვართ ჟიურის წევრები ამ ახალგაზრდების მიმართ და პირიქით ჩვენ გვიხარია, რომ დღეს, როდესაც ბევრი გამოწვევა ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ისინი ახერხებენ, რომ თავიანთი სიტყვა თემა მოიტანონ ჩვენამდე და როგორც ვთქვით, შესრულების მანერაც იყოს გამორჩეული და ინდივიდუალური. აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო ჩემს ძვირფას ჟიურის წევრებს, ქალბატონი ნელი აქ ბრძანდება, მათი მხარდაჭერა რომ არა, დღეს ეს ფესტივალი არ იქნებოდა და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც აქამდე მოყვება და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფესტივალის მხარდამჭერები, ეს გახლავთ ქალაქ თბილისის მერია, რომელიც მრავალი წელია ჩვენს გვერდით არის, ასევე კულტურის სამინისტრო, რომელიც შემოგვერდა ჩვენ, გამომცემლობა ინტელექტი, ახმეტელის თეატრი, კინომსახიობთა თეატრი და ეს სილამაზე ყველა სპექტაკლი გაიმართება აზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში და დასწრება არის თავისუფალი, ამიტომ რომ ყველას ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ხო, ქალბატონ ნელი, თქვენ ახსენეთ სურვილი, რომელიც უჩნდებათ, ხომ, მოზარდებს სამსახიობო პროფესიას დაეუფლონ სამომავლოდ. აი ამ კუთხით რა შეიძლება თქვათ და როგორია ზოგადად ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩვენ ვიცით და ზოგადად თელმა საქართველოს და მსოფლიო მიცის ალბათ, რომ ადამიანი, რომელიც პირველად დადრიება სცენაზე, მას შემდეგ რაღაცნაირი სურვილი ყოველთვის უჩნდება, რომ სცენაზე იდგეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. როგორია ამ ბავშვებთან, მოზარდებთან ურთიერთობა, ეს რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს? ეცით რა არის? რა თქმა უნდა თქვენგან ბევრ რამეს ისწავლიან, მაგრამ თქვენც და ნებისმიერი ადამიანს ალბათ ამ მოზარდებისგან ბევრს სწავლობთ და სწავლობთ ზოგადად. თუ ადამიანი მოზარდი გადაწყვეტს აირჩიოს პროფესია, მას ვერავინ ვერ დაუდგება წინ.
მე მაგალითად გამოვიპარე 50 წლის უკან მანგლისელი ვარ, იქიდან გამოვიპარე, გამოვეკეცი მშობლებს და ჩავაბარე თეატრალურზე. ვერ გამაჩერა ვერავინ. ასე ვერ გააჩერე ბავშვს, მას თუ უნდა და ჩვენ ხვდებით ხოლმე რა, იქ ხედავთ რა პროფესიონალები ვართ და არ უშლით და ვეხმარებით რომ მათ ჩააბარონ თეატრალურზე. წლევანდელ თემაზე ალბათ ბევრი არ გიფიქრიათ, ხო? ეს მარადიული თემა სიყვარული. წინა წლებშიც ალბათ ქონიათ, ხო? წინა წლებში არის თავისუფალი თემა, რაზეც უნდათ, თუმცა სიყვარული ყველა საკითხში შეიძლება იყოს სამშობლოს, ეროვნული, იმ ოჯახური ბუნიკის თვალსაზრისით. ამიტომ წელს უფრო კონკრეტულად შევეხეთ სიყვარულის თემას, რადგანაც გვიდოდა წინა პლანზე წამოსულიყო და ეს დამოკიდებულებები, რაც იგრძნობა, უფრო მეტად ყოფილიყო სიყვარულზე აქცენტირება გაკეთებული. თემიდან გამომდინარე გართულდება ალბათ შეფასება, ხო? კი ბატონო, ნამდვილად გართულდება და საინტერესოდ ველოდებით 4 სპექტაკლი უკვე ვნახეთ. დღეს უკვე პროცესია და საღამოს გვექნება ჩვენება და ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით მათთან შეხვედრას. თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეს არ ხდება მხოლოდ თბილისში და თქვათ ჩართული არის ასევე რეგიონების და სხვადასხვა ქალაქებიც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებისთვის. აუცილებელია და მასშტაბი უნდა გაიშალოს. ამიტომ ეხლა დავაანონსებ და აღნიშნავ, რომ სექტემბრიდან დავიწყეთ ჩვენ მუშაობას განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ იყოს ეს რეგიონალური და უკვე აქეთ მოვიპატიჟოთ ჩვენ რეგიონებიდან თეატრალური დასები, მათ იგივე შესაძლებლობა ექნებათ და ჩვენს ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან კარგი იდეა და ბზიურში იქნება დახურვა ხო ფესტივალის. ამჯერად იქნება აზრი ქომაიშვილის სახელობის ცენტრში 7 ივნის 5 საათზე დახურვა ჩვენ შევცვალეთ, იმიტომ რომ სულ ხელავთ ხოლმე. აი ქალბატონელის არ ცოდნა, მაგრამ მართლა. ქალბატონელი ჩვენ მომწონდა ვერგები. იმიტომ სულ წვიმა იყო და სულ ეს საშიშროება მქონდა რომ თავი დაისვიეთ და შიდა სივრცეში გადავიქნებით. წარმატებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. ჩვენთან მომზადებისთვის დაგემშვიდობებით წარმატებას გისურვებთ. სასკოლო თეატრალურ ფესტივალ არტ სკოლის ავტორი და ორგანიზატორი სოფიო ჭალანდაძე და მსახიობის ჟიურის წევრი ნელი ბადალაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.